დღეს ვისაუბრებ From-ის მეოთხე სეზონის მეხუთე სერიაზე. ამ სერიის შესახებ ისეთი ხმები დადიოდა, რომ მეგონა რაღაც სიგიჟე იქნებოდა. საერთო ჯამში ცუდი არ იყო, მაგრამ ისეთიც არა, რასაც მე პირადად მოველოდი. რაც შეეხება სიუჟეტს, ის იყო გახსენებაზე, ესე ვთქვათ, ანკუიზე. ტაბიტა იხსენებს თოჯინებს და მათი დამარცხების გზას, ჯეიდი იხსენებს მის წინაცხოვრებებს, ჯული ისტორიებში მოგზაურობას, მარიელი გამოქვაბულში ყოფნის პერიოდს, კენი იმას, რომ ფატიმასთან არასწორად მოიქცა, ფატიმა სმაილთან კავშირს, ჰენრი გარესამყაროში ცხოვრების პერიოდს, როცა ოჯახთან ერთად დროს ატარებდა, ჩვენ კი ვიხსენებთ, რომ ვიქტორს იგივე შარვალი აცვია, რომელშიც წინა დღეს ჩაიფსა. მოდი დავიწყოთ ფატიმათი, რადგან პატარა სცენა ჰქონდა. ზოგადად ფატიმას ამ გოლემს ხშირად გვაჩვენებენ. მაშინ როცა ამ ეპიზოდში აკოსტას საერთოდ არ უჩვენებიათ, ეს გოლემი რომ მნიშვნელოვანი არ იყოს, არც ამაზე დაკარგავდნენ დროს. ფატიმა დარწმუნებულია, რომ ერთ ღამეს სმაილი პირისპირ შეხვდება და ეს თითქოს ფატიმას შიში კი არა, მინიშნებაა ფანებისთვის, რომ მართლა ასე მოხდება. წარმოიდგინეთ, ღამით სმაილი ხვდება ფატიმას, მის მოსაკლავად მოდის და უცებ გამოვარდება ფატიმას გოლემი და გადაარჩენს მას. სანამ ფატიმა ტალახში თამაშობს, მარიელი უცნაურ ამბებში ეხვევა. სავარაუდოდ იმის გამო, რომ მას სოფია შეეხო, სასწრაფოს მანქანაში მას ახსენდება გამოქვაბულში ყოფნის დრო და ტანჯვა, რაც გამოიარა. ამ დროს რადიოზე ჩანს სხვადასხვა რიცხვები. ეს 1609 აქამდეც გვინახავს ტაბიტას ხილვაში, როდესაც შუქურაში იყო. ასევე ეს რიცხვი თუ 1762-ია არა, მაგრამ თუ 1752-ია, მაშინ ესეც შუქურაში ვნახეთ და სხვა რიცხვები რას უკავშირდება, ჯერჯერობით არ ვიცით. მოგვიანებით მას ისევ ეხება სოფია და ისევ მსგავსი რეაქცია აქვს. და რაც შეეხება ვიქტორს და ჰენრის, აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის სცენა, როდესაც ჰენრი ამბობს მირანდა კარგად მღეროდაო. რადგან თუ მირანდა კარგად მღეროდა, ესე იგი მისი რეინკარნაციაც, ანუ ტაბიტაც, ასევე კარგად უნდა მღეროდეს. იქნებ, როდესაც ჯეიდი უკრავს, საჭიროა რომ ტაბიტა მიიმღეროს, რომ უკეთ ან უფრო მეტი რამ გაახსენდეთ. ასევე თუ ჰენრი და ოჯახი ერთად მღეროდნენ, ესე იგი ელოისმაც იცის ეს სიმღერა და ამას მოგვიანებით ტაბიტაზე საუბრისას დაუბრუნდებით. გადავედით ჯეიდზე. ის მართალი იყო, როდესაც ივარაუდა, რომ ესე ვთქვათ, გაბრუება დაეხმარებოდა გახსენებაში. სოკოები მოქმედებას იწყებს და როგორც იქნებ ხედავთ ობობებს. ჯერჯერობით პატარებს, თუმცა მჯერა რომ მოვათრო, როდესაც უსარმაზარ ობობას ვნახავთ, ისე როგორც ვიქტორის ნახატზეა. ჯეიდი მიდის პასუხების მოსაძებნად ფიქტიურ ბოიდთან ერთად. ის ხედავს საკუთარ 12 წლის ვერსიას, რომელიც უკრავს ვიოლინოზე. ჯეიდი ამბობს, რომ ამ მუსიკას ბებიამისისთვის უკრავდა მისი გარდაცვალების დღეს. ასევე ეს ბიჭი ხანდახან საუბრობს ფრანგულად და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ კი ეს სცენა გვახსოვს. საფრანგეთში გავიზარდე, ბებია ჩემთან, მაგრამ ის გარდაიცვალა, როცა 12-ის ვიყავი. შტატებში მომეწია დაბრუნება ბიძასთან. შემდეგ ვხედავთ ჯეიდის ერთ-ერთ რეინკარნაციას თავის ქალით. თავის ქალაში კი სისხლია. რატომღაც ვფიქრობ, რომ თავის ქალიდან სისხლის დალევა ბავშვების შეწირვის დროს ჩატარებული რიტუალის ნაწილი იყო. ჯეიდი სვამს და თავის ქალის ფსკერზე ვხედავთ ისევ ობობებს. შემდეგ ჯეიდი ხედავს მის 4 რეინკარნაციას. 3 მათგანი ვიოლინოზე უკრავს, ეს მეოთხე კი ვერ ახერხებს გასაგები მიზეზების გამო. ასევე ვგებულობთ, რომ მხოლოდ 4 რეინკარნაცია არ მომხდარა და უამრავი სხვა ვერსიაც არსებობს. ჯეიდი აანალიზებს, რომ ისინი მონსტრებს არ დაუხოცავს და რომ მოქალაქეებმა დახოცეს. ბიჭი ეუბნება, რომ მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ჯეიდის შესახებ სიმართლე გაიგეს. მაგრამ ეს ცოტა უცნაურია, არ მგონია იმის გამო, რომ სხვისი რეინკარნაცია ხარ, მოგკლან. კაი ვთქვათ, 1 ან 2 ესეთი შემთხვევა იყო, მაგრამ ყველა ვერსიაში ცოტა უცნაურია. სწორედ აქედან მოდის ახალი თეორია, რომ ჯეიდი ის არ არის, ვინც ჩვენ გვეგონა. რას გულისხმობ? თუ დაუფიქრდები, ტაბიტა გადის რეინკარნაციას როგორც დედის ფიგურა. მას ბავშვების დაცვა და გადარჩენა უნდა. მაგრამ ჯეიდი ვინ არის? მამის ფიგურა? რადგან არც მას და არც მის რეინკარნაციას კრისტოფერს შვილები არ ყავს. ასევე თუ გავიხსენებთ მისი ქალაქში მოსვლის სცენას, როდესაც ავარია მოხდა, თუ დააკვირდებით, მისი მანქანა უცნაურად დადის, თითქოს მძღოლს რაღაც ჭირს. გავიხსენოთ, რომ სოფიაც ასე მოვიდა ქალაქში. ასევე, როდესაც მძღოლი ტობი მანქანიდან გადმოვიდა, მას ჯეიდის ძებნა არ დაუწყია. თითქოს არ იცოდა ან არ ახსოვდა, რომ მანქანაში სხვაც იყო. მას არც ქალაქში და არც საავადმყოფოში არ უხსენებია ჯეიდი. არადა ამნეზია არ ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ ავარიაში მოყვა და ისიც ახსოვდა, რომ ტობი ქვია. რა მოხდა? ავარია. რა ქვიათ? ტობი. შემდეგ კი სანამ ჯეიდის შესახებ ეტყოდნენ ან რაიმეს კითხავდნენ, ის ხმების დავალებით მოკლა სარამ, ისე როგორც სოფიამ მოკლა თავისი მძღოლი. ასევე გავიხსენოთ ვიქტორის ეს ნახატი, სადაც მან ტაბიტასა და ჯეიდის ავარია დახატა. კი, ტაბიტას მანქანა თეთრი იყო და თეთრად დახატა, მაგრამ ჯეიდის მანქანა შავი იყო და რატომღაც ყვითელ ფერში დახატა. არ მგონია, რომ ეს ჩვენს ძმაზე მიანიშნებდეს, მაგრამ იქნებ ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ჯეიდმა ეს მანქანა გამოიყენა როგორც ტაქსი ქალაქში მოსახვედრად. მგონი ცოტა შორს წავედით, ამიტომ დაუბრუნდეთ სერიას.
ჯეიდი ჩადის სარდაფში და პოულობს კარს. სავარაუდოდ სინამდვილეში კარი არ იქნება და მას სხვა გზა უნდა მოძებნოს გვირაბებისაკენ. ხილვის დროს მას მონსტრები იჭერენ და სვამენ ორმოში, სადაც ვხედავთ პატარა ბავშვის ძვლებს. სავარაუდოდ აქ დამარხეს რიტუალის დროს დაღუპული ბავშვები. შემდეგ კი ის ხედავს ბავშვის მოჩვენებას, რომელიც ამბობს ანკუი, ანუ გაიხსენე. მას ეღვიძება და ამბობს, რომ იცის, როგორ გადაარჩინოს ბავშვები და როგორ გავიდეს ქალაქიდან. სავარაუდოდ ამ ბავშვებს ვეღარაფერი ვეღარ გადაარჩენს და იგულისხმება მათი ნარჩენების ამოღება და ნორმალურად დაკრძალვა, რომ მათმა სულებმა სიმშვიდე მოიპოვონ ან რაღაც ასეთი. ეს არ უჩვენებიათ, ამიტომ სუსტად ვერ ვიტყვით და გადავდივართ ტაბიტაზე. როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის ცრემლების ტბა. დამიპირადად გამიხარდა, რადგან მეორე სერიის განხილვისას ესეთი რაღაც ვთქვი. და რაც შეეხება ამ ტბის ლოკაციას, აქ სამი ვარიანტია. ერთი არის ის ტბა, სადაც ფატიმამ ელჯინი წაიყვანა მეორე სეზონის მეორე ეპიზოდში. ელჯინმა თქვა, რომ ეს ტბა სიზმარში ნახა მანამ, სანამ ამ ქალაქში მოხვდებოდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს ცრემლების ტბა. მეორე ვარიანტია ის ტბა, რომელიც ჯიმმა იპოვა დასახლებასთან ახლოს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ქალაქში მოსავალი ვერ მოყავთ, ის ხმება და ნადგურდება. თუმცა აქ მოსავალი გაიზარდა, თითქოს ამ ტბას სამკურნალო თვისებები აქვს. და მესამე, უფრო სავარაუდო ვერსია არის ის, რომ ეს ტბა არის მიწის ქვეშ. მეორე სეზონში, როცა ტაბიტა და ვიქტორი გვირაბებში იყვნენ, ტაბიტამ თქვა, რომ იქ წყალი იყო. იმ დროს ეს ცოტა უცნაურად ჟღერდა, თითქოს არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მონსტრები დღის განმავლობაში გვირაბებში არიან, ჩნდება ვარაუდი, რომ ისინი ტბას იცავენ. ასევე მშობლებმა საკუთარი შვილები გვირაბებში შეწირეს მსხვერპლად. მე მაინც მგონია, რომ ტბა გვირაბებშია, მაგრამ გამოჩნდა კიდევ ერთი საინტერესო თეორია. თეორიის მიხედვით ტბა არის ადგილი, სადაც ამ ქალაქში დაღუპული ადამიანების სულები იკრიბებიან. ამ თეორიას ამტკიცებენ იმით, რომ ჯიმმა ტბის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც გარდაიცვალა და ასევე იმის გამო, რომ მარიელი ამბობდა, რომ მას ესმოდა ამ ქალაქში გარდაცვლილი ადამიანების ხმები და გრძნობდა მათ ტანჯვას. და სადაც ტანჯვა, იქ წესით ცრემლებიც უნდა იყოს. როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, მათ ტბაში იპოვეს ჩუჩელები, თუმცა გავიგეთ, რომ ესენი ადრე ჩვეულებრივი თოჯინები იყვნენ. ტაბიტას გაახსენდა მისი ერთ-ერთი წინა რეინკარნაცია, სადაც ის ამ თოჯინებით თამაშობდა და ვიღაც კაცი, ვისაც რატომღაც თოჯინების ეშინოდა და გადაყარა ისინი. შემდეგ გავიგეთ, რომ როდესაც ეს კაცი გარდაიცვალა, მისი შიშები რეალური გახდა და ამ ჩუჩელებად იქცა. ეს კი საინტერესოა, რადგან რაღაც ასეთი აქამდეც გავიგეთ, როდესაც სარა მის ძმაზე საუბრობდა. ნეიტონს ყოველთვის ეშინოდა ციკადების. ბავშვობაში მამინაცვალს ხშირად დავყავდით ხანგრძლივ ლაშქრობებში. ციკადები მთელი ღამე კარვის ქვეშ ჭრიჭინებდნენ. ნეიტონი კი მთელი ღამე ტიროდა. იქნებ ადამიანები, რომლებიც აქ დაიხოცნენ. იქნებ მათი შიში ტყის ნაწილი გახდა. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ციკადები აქ ადამიანებს თავს ესხმიან. იქნებ ეს ნეიტონის კოშმარია. ტაბიტა და სხვები ღამით ტბასთან რჩებიან და სანამ მათ ჩუჩელები თავს დაესხმიან, გვესმის სიმღერა. ეს არ არის ტაბიტას ხილვა, რადგან სიმღერა სხვებსაც ესმით. ანუ ამ რაღაც არსებებს აცოცხლებს არა ტბა, არამედ ეს სიმღერა. და რა იქნება თუ ეს ელოისია? მას ეს სიმღერა დედამისისგან ექნება მონასმენი, რადგან ჰენრი ამბობს, რომ ისინი ერთად ხშირად მღეროდნენ. იქნებ ელოისი მთელი ეს დრო აქ იყო და იქნებ ეს ჩუჩელები მას იცავდნენ. მოკლედ ჩუჩელები მათ თავს ესხმიან და ტაბიტას ახსენდება, რომ მათზე ზიანის მიყენება შეიძლება ამ რაღაცით. ის ერთ-ერთ მათგანს კლავს, სხვები კი გარბიან. საინტერესოა ეს რაღაც მხოლოდ ჩუჩელებზე მოქმედებს თუ სხვა მონსტრებზეც, სავარაუდოდ შემდეგ სერიებში გავიგებთ. კიდევ ერთი ცუდი რამ არის ის, რომ ეს ქალი გადარჩა. და თუ სიმართლეა ის, რაც ჯეიდმა გაიგო, ანუ ის, რომ მოქალაქეები მათ კლავენ, მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ ისინი სხვების რეინკარნაციები არიან, მაშინ ტაბიტა მაგარ შარშია. რადგან ამ ქალმა გაიგო, რომ ტაბიტა რაღაცეებს ხედავს და რაღაცეები იცის, რაც სხვებისთვის არ უთქვამს და სავარაუდოდ ის ქალაქში ხმებს გაავრცელებს. როგორც ჩანს, გვიახლოვდება ის დრო, რომელიც სოფიას ძალიან უყვარს. ეს ყოველთვის ჩემი საყვარელი ნაწილია. ახლა ისინი თავად გაანადგურებენ ერთმანეთს. ამით დღეისათვის მოვრჩით, ძალიან დამეხმარებით თუ მოიწონებთ ვიდეოს და თუ გამოიწერთ არხს.